განვაგრძობთ გადაცემას ხვალ ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექციათა ციკლის საქართველოს და მსოფლიო ცივილიზაციები ფარგლებში გაიმართება ლექცია ანანაურის ნომერ მე-13 დიდი ყორღანი ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია. აღნიშნულ ლექციას გაუძღვება ქალბატონი ნინო კალანდაძე, რომელიც ჩვენი სტუმარია. ქალბატონი ნინო გახოთ ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია კონსერვაციის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა ქალბატონი ნინო მობრძანებლისთვის და კიდევ ერთი საინტერესო ლექცია, რომელიც იგეგმება ხვალ გაიმართება 4 საათზე. დაწყება როგორც ისიც თავისუფალია, თუმცა მე მინდა დასაწყისისთვის გთხოვოთ ინფორმაცია მივაწოდოთ დაინტერესებულებს, მათ ვინც ხშირად მოდის ხოლმე და ესწრება ლექციებს, რა შეიტყობს და შემდეგ ამ გათხრების შესახებაც მივაწოდოთ უკვე ჩვენ მაყურებელს ინფორმაცია. დიდი მადლობა მოწვევისათვის. საერთოდ ეროვნულ მუზეუმში დანერგილია საკმაოდ კარგი ტრადიცია, ყოველ ხუთშაბათობით არის საჯარო ლექციები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები ატარებენ საჯარო ლექციებს. ეს არის თავისუფალი დასწრება და ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საკმაოდ ინტერაქტიული ლექციებია და ახალგაზრდათაობა ძალიან დაინტერესებულია ამ ლექციებით და თითქმის ყოველი ლექცია მიდის ანშლაგით ახალგაზრდათაობა სკოლის დასაწყის და სტუდენტები ასევე ხშირად სტუმრობენ ჩვენს ლექციებს. სწორედ ამ ლექციის ფარგლებში ხუთშაბათს ხვალ 13 აპრილს 4 საათზე გაიმართება ერთ-ერთი ლექცია, რომელიც ერთგვარი გაგრძელება არის წინა ხუთშაბათს, დიახ, ეს არის ციკლი წინა ხუთშაბათს. თვით გამთხრელმა ამ ყორღანის ზურაბ მახარაძემ წაიკითხა ძალიან საინტერესო ლექცია აღმოჩენის შესახებ, არქეოლოგიური კონტექსტის შესახებ, ისტორიული მნიშვნელობის შესახებ, ხოლო დღეს არის გაგრძელება, სწორედ გათხრების შემდგომი, ხვალ იქნება გაგრძელება, გათხრების შემდგომი ისტორიისა, თუ რა გავაკეთეთ, რა შევისწავლეთ და როგორ შევინარჩუნეთ კონსერვაცია, რესტავრაცია უკვე ის კონკრეტული მიმართულება, რასაც თქვენ ხელმძღვანელობთ. ქალბატონი ნინო, აი ჩვენ თვითონ სახელწოდებაც ასეთია, საქართველოს და მსოფლიო ცივილიზაციები. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ალბათ ყველას მსმენია ეს, რომ უძველესი ცივილიზაციის ერი ვართ და შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ კარგად არ იციან ხოლმე რაზეა საუბარი, ხომ პროტესტინებდება ყველას ხშირად ვიმეორებ და ყოველს ყურში ხდება, მაგრამ აი ასეთი ლექციები ვფიქრობ, რომ დიდ საშუალებას აძლევს განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მეტი ინფორმაცია გაიგონ საკუთარი ქვეყნის შესახებ, თუ საიდან მოვიდივართ, რა ფესვები გვაქვს და მართლაც რა ცივილიზაცია გვაქვს, რითაც შეგვიძლია რომ მსოფლიო ასპარეზზე ამაყოთ. საინტერესოა თქვენ უშუალოდ რაზე გააკეთებთ აქცენტებს და რას გვეტყვით კონკრეტულად აღნიშნული თემის შესახებ, ამ გათხრების შესახებ, ის მასალა რომელიც აღმოჩნდა. სრულად გეთანხმებით, ნამდვილად ძალიან კარგია ეს ლექციები და განსაკუთრებულია ის, რომ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენს ლექციებზე მეცნიერები ამბობენ, გამყარებულია მეცნიერული მტკიცებულებებით, ეს არ არის მხოლოდ ესეთი ზედაპირული ნათქვამები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავიმკვიდროთ და განვამტკიცოთ ჩვენი ადგილი როგორც ნამდვილად ჭეშმარიტ უძველესი ცივილიზაციების ქვეყანას და უძველესი კულტურის ქვეყანას. თვითონ ეს ყორღანი, რაზეც მე ხვალ მექნება საუბარი, ეს არის ძველი წელთაღრიცხვით მე-3000 წლეულით დათარიღებული ყორღანი და უფრო ზუსტად ეს არის ძველი წელთაღრიცხვით 24 საუკუნის პირველი ნახევარი. ხო წარმოგიდგენიათ ეს რასთან აგვაქვს საქმე. თვითონ ეს იყო მართლაც საუკუნის აღმოჩენა და ეს არის ესეთი ტერმინი გამართლება მეცნიერებაში და მე ვიძახი და ვფიქრობ და თქვენთანაც ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად გამართლება იყო მეცნიერებაში, რომ მუშავე ადამიანებისათვის პირველ რიგში აღმომჩენი ბატონი ზურაბ მახარაძეს გაუმართლა და შემდგომ უკვე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კვლევებში. ეს გამართლება გამოწვეულია ჯერ ერთი იმით, რომ აღმოჩნდა, მეორე იმით, რომ არის 21 საუკუნე და უკვე ჩვენი წინამორბედი მეცნიერებისაგან არის შესაძლებლობები, რომ შეისწავლო ეს მასალა, სამწუხაროდ არ იყო ეს 21 საუკუნის ტექნიკურმა პროგრესმა შეძლო ეს შესაძლებლობები, რომ ხელმისაწვდომი გამხდარიყო და მესამე არის გამართლება ის, რომ არაჩვეულებრივი დაცული აღმოჩნდა იქ ნივთები, ორგანული წარმოშობის ნივთები, რაც აი რომ დაფიქრდეთ, ესე იგი ჩვენ გვაქვს ხოლმე 23-24 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით ქსოვილი, ტყავი, ხე, აქ აღმოჩნდა თხილი, წაბლი, თან ეს არ არის მცირე რაოდენობით, კილოგრამებით არის იქ აღმოჩენილი და სწორედ ეს დათარიღება, რაც მე მოგახსენეთ, რომ არის ძველი წელთაღრიცხვი, ეს მოხდა
თვითონ ხის კონსტრუქციით ეს არის დიდი ხის კონსტრუქციის სამარხი არის, სადაც იყო 2 ეტლი და ამ 2 ეტლზე იყო მთავარი მისვენებულები და ასევე იყო შეწირული ადამიანები, ასევე დათარიღება მოხდა თვითონ ამ წაბლის და თხილის საშუალებით. ანუ ჩვენ თარიღი გვაქვს ძველი წელთაღრიცხვის 2370 პლუს მინუს 25 წელი. ესეც ტექნიკური პროგრესის საშუალებით მოხდა. და ეს არის საკმაოდ საინტერესო პერიოდი, იმიტომ რომ ესეთი კონსტრუქციის სამარხი აღმოჩენილია ყორღანების საქართველოში თვით სახელწოდებიდანაც ანანაური მესამე, ანუ ეს ნიშნავს, რომ არის პირველი, მეორე და მესამე. ანანაურის დიდი ყორღანი. დიდი ყორღანი, იმიტომ თავის ზომებიდან გამომდინარე და პირველი შემთხვევა, როდესაც 2 ეტლი იყო სამარხში მოთავსებული. კეთილი, ეს ყველაფერი რისის თქმის საშუალებას გვაძლევს, გავდონ? ეს ზუსტად ეს კვლევები, რაც გათხრების შემდგომ წარიმართა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდს, რომელიც მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, სწორედ მათი დაფინანსებით, ეს არის პროექტი, დიახ, საგრანტო პროექტი, რომ საშუალება მოგცა, რომ ესეთი მასშტაბის, ეს არ არის მარტივი პროექტი, იმიტომ რომ აქ არის უზარმაზარი თითეული ეტლის ბორბლის სიმაღლე, ჩემს სიმაღლე არის ყოველგვარი უტრირების გარეშე, ესეთი 2 ეტლის რესტავრაცია, შენარჩუნება თან თუ პერიოდს გაითვალისწინებთ და ამის კვლევა ეს პრაქტიკულად ესეთი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იყო და მადლობას მოვახსენებ ამ ფონდს და ახლა რა გავაკეთეთ ამ პროექტში და რა ინფორმაცია მივიღეთ. ამ პროექტის ფარგლებში პირველ რიგში შევინარჩუნეთ ეს უნიკალური მასალა, აქ აღმოჩნდა ეს საოცარი ხის ეტლები, მუხის ხისაგან დამზადებული, აღმოჩნდა ქსოვილები, რომელიც ამ ქსოვილების შესწავლით დადგინდა, რომ ეს არის საწაფეებით დაჭიმულ დაზგაზე ნაქსოვი. ჯერ კიდევ მაშინ არის არაჩვეულებრივი ორნამენტირებული ნაქსოვი, ქსოვილები, არის შეღებვა დაფიქსირებული, ანუ თავისუფლად ფლობდნენ ამ, რა თქმა უნდა, უჯრედოვანი ქსოვის ტექნიკას ბუნებრივია ყველაფერი, დაზგაზე ქსოვის ტექნიკას, ღებვის ტექნიკას და აქ დაფიქსირებულია როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის ქსოვილები, არის სელის, არის შალის ქსოვილი, ეს მიგვითითებს ასევე იმას, რომ და აქ არის დაფიქსირებული საერთოდ სამარხეულ ინვენტარში ძირითადად თვალში საცემი იყო მხოლოდ ტყის ნობათი, აი ჩატანებული მე როგორც მოგახსენეთ, თხილი, წაბლი, აქ აღმოჩნდა ონტყოფ არის ესეთი ესა ხილი, მარწყვისებური პატარა თხილი, რომელიც იყო რო გათხარეს როგორც გამთხრელება, სუნი ქონდა, არომატი ქონდა, ანუ ეს არის ბალზამირები, მე მოგახსენებ შემდგომში. ეს თვალნათლი მარტო გარეული ესეთი ტყის ნობათი ჩანდა, მაგრამ პალინოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ამ პერიოდში მტვერი შეისწავლეს, ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა, თითქმის ყველა ორგანულ ნაშთში აღმოჩნდა მტვერი, აღმოჩნდა ის, რომ განვითარებული იყო შვრიის მოყვანა, ხორბლის მოყვანა და ერთ-ერთ დიდი ზომის ჭურჭელში აღმოჩნდა ჩატანებული იყო სავარაუდოდ ხის ჭურჭელში თაფლი, ასევე აღმოჩნდა, რომ 3 ინდივიდს ჩონჩხზე დაფიქსირდა თაფლით გაჟღენთილი სელის ქსოვილი, რაც სავარაუდოდ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს იყო ბალზამირების ფაქტი, თაფლით, იმიტომ თაფლით, იმიტომ რომ ეს მასშტაბის ყორღანული სამარხი მოითხოვდა დროის გარკვეულ მონაკვეთს. ანუ ეს სავარაუდოდ ხდებოდა პირის გარდაცვალების შემდეგ და აი ამ პერიოდში აუცილებლობა ხდებოდა, რომ ბალზამირება გაეკეთებინათ. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო არის, რომ იმდროინდელ საზოგადოებას აქ აღმოჩნდა ქარვის მძივი, რომელიც იმპორტია, ქარვის მძივი. და იმდროინდელ ამ კვლევებით დადგინდა, რომ იმდროინდელ საზოგადოებას ჰქონდა წვდომა როგორც ჩორეული ქვეყნების პროდუქციაზე, ასევე იყენებდა ადგილობრივ პროდუქციას. ადგილობრივი არის კერამიკა, რომელიც იქ აღმოჩნდა, შევისწავლეთ და მსგავსია იქ აღმოჩენილი თიხის ნიადაგისა, შევისწავლეთ ოქროს ნივთები, ეს სამარხი ორჯერ არის გაძარცვული. ორჯერ, მაგრამ მაინც შემოგვინახა არაჩვეულებრივი მასალა, სავარაუდოდ გაძარცვის დროს დავარდნილი და ჩანგრევის დროს შემონახული ოქროს ნივთები, ქარვის მძივი
ონიქსის მძივი და არაჩვეულებრივი ოქროს ნივთები რაც შევისწავლეთ ეს აღმოჩნდა ქიმიურ შედგენილობას შევისწავლეთ ამ ოქროს ნივთების ეს არის მეთოდი რომელსაც ქვია არადესტრუქციული რენტგენოფლუორესცენციული სპექტრალური ანალიზი კეთდება გულისხმობთ თანამედროვე ტექნოლოგიას თანამედროვე აი რაც 21 საუკუნე გვაძლევს საშუალებას და აღმოჩნდა რომ ძალიან ახლოს დგანან ამავე პერიოდის წნორში აღმოჩენილ ყორღანულ მასალასთან აი ეს ლომი რო არის და აღმოჩენილი ცნობილი ჩვენი ლომი და ეს მარტო ქიმიური შედგენილობით არ გამოისახება ეს მსგავსება ასევე არის მსგავსება ტექნიკური ხერხებითაც და ეს გვაძლევს საშუალებას რომ აი ამ ოქრომჭედლების დამამზადებელ საზოგადოებას წინ უძღოდა ტექნოლოგიური დონის შესატყვისი ცოდნა სავარაუდოდ სწორად მტკვარ-არაქსის კულტურის ოქრომჭედლობიდან მომდინარეა ეს ასევე ძალიან საინტერესო შედეგები მოგცა ძვლის კოლაგენის შესწავლა. სულ მცირე 8 ინდივიდია ამ სამარხში აღმოჩენილი და პირველად მოხდა საერთოდ ამ ამიერკავკასიაში, როდესაც მოხდა სწორად ძვლის კოლაგენის შესწავლა, ეს ჩვენ უცხოს ეს პროექტი განხორციელდა უცხოელებთან ერთად. და აქ აღმოჩნდა მკვეთრად გამოხატული ორი იზოტოპური ჯგუფი ამ ინდივიდებში და დადგინდა სამი განსხვავებული კვების რაციონი. ანუ აი ეს შეწირულ სავარაუდოდ შეწირულ პირველი ჯგუფი არის კლასტერი, სადაც აღმოჩნდა ძალიან დაბალი ცილოვანი მაჩვენებლები, ეს არის სავარაუდოდ რომ ძირითადად იკვებებოდნენ ეს ადამიანები მცენარეებით. მეორე ჯგუფში, სადაც ორი ქალბატონი და ერთი მოზარდია აღმოჩნდა, რომ ისინი იღებდნენ საკმაო რაოდენობის ხორცს და ასევე მცენარეულს. მესამე კლასტერში არის ერთი ინდივიდი, სავარაუდოდ მთავარი ინდივიდი, რომელიც იღებდა ძალიან მაღალი რაოდენობით, ყველაზე მაღალი რაოდენობით ცილას და შესაძლებელია ეს აიხსნას იმით, რომ ეს ადამიანი ხა მაგაზე ძალიან რთულია ესე გადაჭრით. ეს ძვლის ანალიზი საერთოდ ძვლის კოლაგენის ანალიზი ინახავს ბოლო 15 წლის განმავლობაში კვების ინფორმაციას. და ესეთი ტექნოლოგიები, რაც დღეს არის, რომ ყოფილიყო ჩვენი წინამორბედი კოლეგებისათვის მართლაც არაჩვეულებრივ შედეგები, იმიტომ რომ იმ პერიოდშიც კი, როდესაც ისინი გათხარეს ეს ძეგლები და იკვლევდნენ, არაჩვეულებრივი შედეგები აქვთ და არაჩვეულებრივი მოაზროვნე მეცნიერება ყავდა საქართველოს არქეოლოგიას და დღეს ეს უფრო გამარტივდა სწორედ ამ ტექნიკური პროგრესის პირობებში. რაღაც სხვა ქვეყანაში გაგვექსავნა და იქიდან მიგვეღო უკვე პასუხი. ადრე არ სხვა ქვეყანაში არ იყო, ეს იყო პრობლემა. დღეს უკვე ეს არის ბევრ ქვეყანაში და დაინერგა ჩვენთან ესეც არ იყო და დიახ, სამწუხაროდ ხედავთ საკუთ მოწინავე ადგილებზე არიან ჩვენი მეცნიერები. არქეოლოგიაში ნამდვილად საპატიო ადგილი გვიჭირავს სოფლიო არქეოლოგიაში და ჩვენ მეცნიერებს რა თქმა უნდა. კეთილი, ასევე საინტერესოა კონსერვაცია რესტავრაცია გავდონინო, მის სამუშაოები რომელიც ჩატარდა უკვე შემდგომში. დიახ, როგორც აი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული არის გათხრა და რთული სამუშაო ამ მასშტაბის ყორღანის, შემდეგი ეტაპი არის ასეთივე ძალიან შრომატევადი, საპასუხისმგებლო, სანერვიულო სამუშაო, რომ შეინარჩუნო ეს საოცრება, რომელმაც გაუძბო ამ 1000 წლეულებს და ეხა შენს ხელში. ეხა მე როგორც მოგახსენეთ, იქ ძირითადად არის ხე, ქსოვილი, ყავი. ოქრო, იმიტომ ოქრო, რომ იქ არ არის დიდი საფრთხეები განადგურების და როდესაც აი ამ პერიოდის ორგანული მასალა არის, საერთოდ ყველაზე დიდი სტრესი არის გათხრის შემდგომ, როდესაც აი ეს ხის მასალა, ქსოვილი, ტყავი მოქცეულია ტენიან გარემოში, რა თქმა უნდა, მიწაში არის ყოველთვის სველი და ამ გათხრის შემდეგ ხდება უცაბედი დეჰიდრატაცია, წყლის გამოყოფა, რაც არის ძალიან დრამატული პროცესი და ყველა მოქმედება უნდა იყოს მიმართული, რომ ეს დრამატული პროცესი მინიმალურამდე დაიყვანო. ჩვენ ეს მთელი 3 წელი ხდებოდა რესტავრაცია და ეს მოიცავდა ბევრ ეტაპებს. პირველი ეს იყო წყლის აბაზანებში მოთავსება და ყოველდღიური რეცხვა, ანუ ეს რომ შეგვენარჩუნებინა ტენი. შემდგომ იყო უკვე კონსოლიდაცია, რომ გაგვემაგრებინა ეს ხე და კონსოლიდაციისთვის ჩვენ საერთოდ ყველა მეთოდი, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, იყო შექცევადი, აუცილებელი პირობა იყო და არატოქსიური და ბუნებრივი მასალები.
ჩვენ მაგალითად ამ ეტლის კონსერვაცია განახორციელეთ საქაროზას წყალხსნარით და საქაროზას წყალხსნარში ეს არის ბუნებრივი როგორც ბალზამირება ჩავთავოთ ეს არის ხის მასალაზე მთავარი იყო ჩვენ ამ კონსერვაციის პროცესში მთავარია რომ ბიოდაზიანება აიცილო თავიდან ბიოდაზიანების ასაცილებლად გამოვიყენეთ ბიოდანამატი რომელსაც საკვებ პროდუქტებში იყენებენ და კონსოლიდაციის შემდგომ ეს იყო სადღაც 10 თვე საკონსოლიდაციო ხსნარში აბაზანებში და შემდგომ იყო უკვე გაშრობა. როდესაც გაშრა ეს ყველა მასალა მოხდა უკვე რეკონსტრუქცია და ზუსტად აღდგა ის საოცარი ეტლები, რომელიც დღეს ამშვენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის მუდმივ მოქმედ გამოფენას სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში და იქვეა გამოფენილი ქსოვილებიც, თხილიც, წაბლიც, კალათიც და ყველა ეს მასალა თავისი რა თქმა უნდა ძვირფასი ლითონით. კეთილი, ქალბატონინო, მე მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ დაინტერესებულებს, როდის გაიმართა ლექცია და ასევე დასასრულისკენ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მაინტერესებს წეგან უცხოელი ექსპერტები აღნიშნეთ და ახსენეთ თქვენ და საინტერესოა მათი ჩართულობა როგორ ერთობიან ისინი და რამდენად საინტერესოა რომ ისინი მუშაობდნენ ჩვენთან თვითონ მუშაობის თვალსაზრისით და გამოცდილების კუთხითაც რა თქმა უნდა. მადლობ შეკითხვისათვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ხვალ ესე იგი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაწვრილები თითოეულ ამ პროცესზე იქნება საუბარი ამ ლექციაზე, ცალკე იქნება. ამას ასეთ პრეზენტაციაც იქნება და ფოტომასალაც, რა თქმა უნდა, ფოტომასალის გარეშე ძალიან რთულია და ამჯერად ბევრად შთამბეჭდავია ეს რომ გამოფენა იქვე არის და ნახონ ჩვენმა სტუდენტებმა ახალგაზრდა თაობამ და საერთოდ ნებისმიერი თანამშრომლობა, ნებისმიერი ახალი ინფორმაცია და ეს საშუალებები, რომლებიც სამწუხაროდ არ არის ხომისაწვდომი. საქართველოს არის ეს პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს ყველა ტექნიკური რესურსი, რაც საჭიროა ამ კვლევების სატარებლად, არ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად თანამშრომლობთ არა მარტო ალბათ სამუზეუმო სფეროში, სხვა სფეროშიც უცხოელ კოლეგებთან და მრავალწლიანი მაგალითად აქ ჩართული იყო გერმანიის რომაულ ცენტრალური მუზეუმი, რომელთანაც გვაქვს თითქმის 20 წლიანი თანამშრომლობა. ეს არის ჩვენი კოლეგები, რომლებიც ჩვენ ხშირად ერთობლივ სტატიებს ვაქვეყნებთ. ეს არის მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტისათვის. ჩვენ ეს თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ესე გრძელდება და ნამდვილად მისასალმებელია. თითოეული ამ სხვათა შორის გამოიცა წიგნი ამ ანანაურის მესამე ყორღანის შესახებ და იქ ყველა სტატია, ეს რაც მოგახსენეთ, ყველაფერი წარმოდგენილია სტატიების სახით და ავტორები არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები. რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რა თქმა უნდა, ეს არის ქართულ-ინგლისური ნაშრომი და ეს არის გაუთქვამს სახელს. გაუთქვამს სახელს. ძალიან დიდი მადლობა მომდანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, მესმის რომ ვრცელი თემაა და ჩვენთვის განკუთვნილ დროში რთულია ჩავატაროთ, თუმცა ის მნიშვნელოვანი გზავნილები ვფიქრობ, რომ გააჩქარეთ მაყურებელს. ნინო კალანდაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია კონსერვაციის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ემშტობებით ჩვენს სტუმარს. მაგზერებს გადაცემას მესამე წელი კვლევის წინ, ცირეთი ხრის შემდეგ უკვე ხატვერთან ერთად დავბრუნდებით.